9 აპრილის წამებულთა სულები დაგწქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ერთი. ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დღეს არის აი იმ კავშირების აღდგენა, რომელიც ჰქონდა საქართველოს დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან თავისი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. 34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი დაბრუნდებოდა შინ, ევროპაში, თავისუფალ ერთა ოჯახში, რომელსაც ის საბჭოთა ბოლშევიკურმა ოკუპაციამ 70 წლით ადრე მოსწყვიტა. მოქალაქენო, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ბატონებო, მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ ერთხმად გითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით, გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზაკვალი მჭიდროთ, უშუამავლოდ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავით არ ძალღონეს. ნოე ჟორდანია. წინადადებას ვაყენებ რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში. ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი. 3 დღის შემდეგ ველიცნობას თბილისის აღების შესახებ. რუსთა წითელმა ჯარმა ომის ფორმალურად გამოუცხადებლივ, გამოილაშქრა ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის მოსასპობლად და ქართველი ხალხის დასამონებლად. მან გადასწყვიტა შეიარაღებული ძალით მოსპოს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენობა. ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა უკანასკნელ სულის თქმამდე თავის უსაშინელეს მტერთან. ქართველო ერო, შენ ბევრი განსაცდელი გინახავს მრავალ საუკუნეთა განმავლობაში, მაგრამ ასეთი მდაბალი და უნამუსო მტერი შენჯერ არ ყოლია. დამფუძნებელი კრება მოუწოდებს მთელს ქართველ ერს ამხედრდეს მტრის თავხედობის წინააღმდეგ როგორც ერთი კაცი. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს მის თავისუფლებას. შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ. გუშინ მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგნენ ბორჩალოელ მუსლიმანობის წარმომადგენლები, რომლებმაც განუცხადეს თავმჯდომარეს, რომ მთელი მუსლიმანობა მზად არის დაიცვას საქართველოს მიწაწყალი ვერაგ მტრებისგან. ჩვენ ქართველ ერთან ვართ დაბადებული, აღზრდილნი და მასთან ერთად უნდა დავიხოცოთ მტერთან ბრძოლაში. 16 თებერვალს შულავერში შესდგა ბოლშევიკური რევოლუციონური კომიტეტი, რომელმაც გამოაცხადა თავისი თავის საქართველოს მთავრობად და მიუძღვის საბჭოთა რუსეთის ჯარს საქართველოს წინააღმდეგ. შულავერის რევკომში თითქოს ერთი რუსიც არ ურევია, მაგრამ ვინ არ იცის, რომ ეს მოხერხებული ანკესია, რომელზედაც უნდა წამოაგონ ქართველი ხალხის სიფხიზლე და თავდაცვის ენერგია. დე განოყიერდეს საქართველოს მიწაწყალი ერის მოღალატეთა ლეშებით, მაგრამ თქვენ ღირსნი არ ახართ საქართველოს მიწისა. თქვენ დიდი ხანია რაც მოკვდით სამშობლოსათვის. უკეთურნი უახლოვდებოდნენ ჩვენს დედაქალაქს და დამშეულიელოდნენ თბილისში გემრიელი პურით და ღვინით გაძღომას. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი ცეცხლად შეარგებს მას ჩვენი მამულის პურსა და ღვინოს. ღმერთმა აკურთხოს და ჩქარი ძლევა მოსილებით შემოსოს ჩვენი ამაყი ლაშქარი. ქება,
დიდება და მარადისობა ქართველებს. პატრიარქი ლეონიდე. გენერალ კვინიტაძეს კურთხეულ იყავნ მარჯვენა შენი გმირო ქართლისაო. იხსენ ერი შენი განსაცდელისგან. ახალგაზრდა იუნკრები, რომლებიც SSR-ის გამოუშვეს სკოლიდან, ლომები ვით იბრძვიან და მართლაც ყველა ნაწილებიდან იუნკრები ყველაზე მედგრად და განუწყვეტლივ ამაგრებენ ფრონტსა. კოჯორის ფრონტზე, მოწინავე პოზიციებზე, მტრის ხუმბარით დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილი. გარემოცული თბილისის ტირო და ერთხმად მისთა კრძალვაზე. ტიციან ტაბიძე. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. მოქალაქეთა საყურადღებოდ. დროებითი რევოლუციონური კომიტეტი საყოველთაო საყურადღებოდ აცხადებს, რომ ყველა დაწესებულებების მუშა მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დარჩნენ თავიანთ ადგილებზე და შეასრულონ პირნათლად მოვალეობანი. მოქალაქეებმა დაიცვან სრული წესრიგი და არ დაუშვან არავითარი არევ-დარევა ქალაქის ნორმალურ ცხოვრებაში. თბილისი, 25 თებერვალი. ამ წითელ დროშების წინაშე ფიცსავდებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არც რუსეთის და არც მისი წითელი ლაშქრის მხრივ არელის მცირე რა დაბრკოლებაც კი პირიქით წითელი ლაშქრის მკერდით დაცული იქნება საქართველოს მიერ ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება. სერგო ორჯონიკიძე. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანება. საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღესასწაული აღინიშნოს 25 თებერვალს. ჟორდანიას უგუნური პოლიტიკის წყალობით ამდენი ჯანსაღი ჭაბუკი გაიჟლიტა. როდესაც კოჯრის სანგრებში ახლად წვერულვაშ აშლილი იუნკრების გვამები დავინახე, კინაღამ გული შემიღონდა. მამია ორახელაშვილი. საბჭოთა რეჟიმის ქართული ემისრების, ქართული ბოლშევიკების დაპირებად ცხადია ტყუილი აღმოჩნდა. რუსებმა რეალურ განზრახვის განხორციელება თბილისის აღებიდან მალევე დაიწყეს. ბრძანება ნომერი 2. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უცხადებს ქალაქ თბილისის მცხოვრებთ და აგრეთვე მთელ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეთ, რომ ყოველგვარი კონტრრევოლუციური მოქმედების, საბოტაჟის და სპეკულაციის წინააღმდეგ წარმოებული იქნება დაუნდობელი ბრძოლა. პატრიარქ ამბროსი ხელაიას წერილი გენუის კონფერენციას. 1917 წელს ქართველმა ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას. რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთამ ჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალ საუკუნოვან ისტორიაში. ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე. ვითხოვ, დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა. საქართველოს გასაბჭოების მომენტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო. უშედეგო მშვიდობიანი გამოსვლების შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს იდეის ერთგულმა ქართველებმა შეიარაღებული წინააღმდეგობის მომზადება დაიწყეს, რომლის კულმინაციაც 1924 წლის აგვისტოში უნდა შემდგარიყო. რუსეთის ველური ურდოები შემოესია 100 წლის მონობისაგან გათავისუფლებულ საქართველოს და კვლავ ცეცხლითა და מחვილით ააოხრა იგი. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებით ციხეებია ავსილი. საქართველოს დახსნა ეროვნული მონობის უღლისაგან და ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენა. აი ერთადერთი მიზანი, რომელსაც ემსახურება ჩვენი რაზმები და რომელიც ჩვენივე სისხლით აღბეჭდილია ჩვენ სამფეროვან დროშაზე. ქაქუცა ჩოლოყაშვილი. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში 1924 წელს ქართველმა ერმა იარაღით ხელში სცადა თავისუფლების მოპოვება. აჯანყება დამარცხდა.
რუსის ლაშქარმა სძლია ერთსულოვნად ამოძრავებულ ქართველობას და აი მტერმა აოხრა საქართველო და გაჟლიტა მისი საუკეთესო შვილები. მთელი ქართველი ერი ძაძებში გახვეულია. საქართველოს საგანგებო კომისიის ჩეკას განცხადება. ქართული წითელი არმია მოითხოვს მოღალატე მენშევიკების და ყველა კონტრრევოლუციონერების სასტიკ დასჯას. უკანასკნელი დღეების ამბები, როდესაც მენშევიკურმა ბანდიტებმა მოახდინეს შეიარაღებული გამოსვლა ჭიათურაში და საქართველოს სხვა ადგილებში, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რომ საზღვარი არ აქვს კონტრრევოლუციონერთა ზრახვებს და რომ პროლეტარული ხელისუფლების მიერ ბოროტ მოქმედთა უსასტიკესი დასჯით არის მხოლოდ შესაძლებელი ქვეყნის ხსნა ამ უაზრო ცდათა განმეორებისგან. ამიტომ საქართველოს საგანგებო კომისია ჩეკა ადგენს, რომ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირები დასჯილი იქნან უმაღლესი სასჯელით. დახვრეტით. სიკვდილით ვერ შეგვაშინებ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. გადაეცით ჩვენს ახლობლებს, რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით. თქვენ კარგად იცით, რომ ბანდიტები არა ვართ. მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანეთ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს. მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობას, რეპრესიებისა და წითელი ტერორის რამდენიმე ტალღა მოყვა, რამაც ათობით ათასი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. დახვრიტეს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 60-ზე მეტი წევრი, 40-მდე კი გადაასახლეს. დახვრიტეს და გადაასახლეს იმ ქართველების უმეტესობა, ვინც ხმამაღლა და აქტიურად თანაუგრძნობდა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას. ტერორის ყველაზე სისხლიანი ფაზა 1917-38 წლების სტალინური რეპრესიები იყო, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას შეეხო, მათ შორის გამოჩენილ ქართველებსაც. ქვეყნის ყოველი კუთხიდან ისმის მოთხოვნა, სამშობლოს გამყიდველნი, დივერსანტები და ჯაშუშები უნდა დაიხვრიტონ. მიხეილ ჯავახიშვილი, ეროვნება, ქართველი, ბრალადედება, კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრობა, სასჯელის ზომა, დახვრეტა. სიკვდილი სამშობლოს გამყიდვლებს. ტიციან ტაბიძე, ეროვნება, ქართველი, ბრალად ედება, ჯაშუშური საქმიანობა საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ, სასჯელის ზომა, დახვრეტა. სამშობლოს მოღალატენი მკვლელები, ჯაშუშები და მავნებლები უნდა დაიხვრიტონ. სანდრო ახმეტელი, ეროვნება, ქართველი, ბრალად ედება, ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრობა, სასჯელის ზომა, დახვრეტა. გავსრისოთ სამშობლოს მოღალატენი. პეტრე ოცხელი, ეროვნება, ქართველი, ბრალად ედება, კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა, სასჯელის ზომა, დახვრეტა. სასიკვდილო ლახრით განვგმირავთ მათ შხამიან გულს. ვახტანგ კოტეტიშვილი, ეროვნება, ქართველი, ბრალად ედება, კონტრრევოლუციური მეამბოხე ორგანიზაციის წევრობა, სასჯელის ზომა, დახვრეტა. მოვსპოთ ავაზაკთა ხროვა. გიორგი მაზნიაშვილი, ეროვნება, ქართველი, ბრალად ედება, კონტრრევოლუციური საქმიანობა, სასჯელის ზომა, დახვრეტა. მაშინ როცა საბჭოთა ხელისუფლება 10,000-ობით ქართველს ხრეთდა, გაზეთი კომუნისტი იუწყებოდა. სტალინური მზით გამთბარი საბჭოთა კავშირის ხალხები ახალ-ახალ გამარჯვებებს ზეიმობენ. ცხოვრება საამური და ბედნიერი გახდა. ხევსურების წერილი ამერიკის პრეზიდენტს. ჩვენი ხევსურების ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს,
უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. ძრიელი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით, თორე აბა ძმებო, უკანასკნელს დღეში ვართ ჩვენ. ხევსურების წერილის ყველა ხელმომწერი დახვრიტეს. ჯამში საბჭოთა რეპრესიებს 20,000-ზე მეტი ქართველი შეეწირა. დააპატიმრეს 80,000 და გადაასახლეს 114,000. მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 300,000 ქართველი, მათ შორის 10,000 ქერჩის ოპერაციაში. $1978 წელს საბჭოთა რეჟიმმა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა, რომლითაც აუქმებდა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს. კონსტიტუციის პროექტი საფუძველს უყრის ქართველი ხალხის გარუსების საქმეს. მაშასადამე არსებობს ჩანაფიქრი, რაც ქართული ენის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ შესანიშნავად იციან, რას აკეთებენ, რატომ და რა მიზნით. მაშასადამე პასუხიც უნდა მივაგოთ ახალი კონსტიტუციის პროექტის შემადგენლებს. გამოცემა New York Times-ი. საბჭოთა კავშირის განზრახვას საქართველოს ამაყი კავკასიური რესპუბლიკისთვის ენის ოფიციალური სტატუსი გაეუქმებინა, თბილისის ქუჩებში დემონსტრაცია მოყვა. საღამოს პირას თბილისიდან მოსკოვის New York Times-ის ბიუროს მამაკაცი დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არის სურვა და განაცხადა. კონსტიტუციის წინააღმდეგ ვაწყობთ დემონსტრაციას ენის სტატუსთან დაკავშირებით. ძალიან უნდა გაგვიმართლოს, რომ ტყვია არ დაგვიშინონ. დემონსტრაციის დასრულების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის მდივანი ედუარდ შევარდნაძე ენისთვის სახელმწიფო სტატუსის აღდგენას დათანხმდა. ქართველებს, უძველესი ისტორიის ხალხს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთი ძლევამოსილი მეზობლის ბატონობას გადაურჩა, დამოუკიდებლობისა და წინააღმდეგობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1970-იანი წლებიდან საქართველოში გააქტიურდა ანტისაბჭოთა, ანტირუსული დისიდენტური მოძრაობა, რასაც რუსეთმა რეპრესიებით უპასუხა. 1978 წელს დაიჭირეს მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. 1993 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიების გაპროტესტების გამო დააკავეს ეროვნული მოძრაობის არაერთი ლიდერი, მათ შორის გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, თამარ ჩხეიძე და სხვები. რეპრესიებმა ეროვნული მოძრაობა არათუ ვერ ჩაახშო, არამედ კიდევ უფრო გააფართოვა. 80-იანი წლების ბოლოს მოძრაობამ საერთო სახალხო მასშტაბს მიაღწია. პირველი მასშტაბური დემონსტრაციები 1988 წლის ნოემბერში გაიმართა. სადაც სამხედრო ტაძარი იდგა, რომლის ეზოში დაკრძალულები არიან ქართველი იუგრები, აი აქ ჩვენ შევიკრიბეთ ეროვნული დროშები და ვისწავთ ჩვენი ერის სუვერენიტეტს. როგორც მოგესალმებათ ყოველ მოძრაობას, აქვს თავისი პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი არის საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა. ჩვენ მივხვდით უფლებრივი კონსტიტუციური სახელმწიფოსათვის, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. საქართველოს გადაიქცეს საერთაშორისო სამართლო ობიექტად და მხოლოდ მაშინ ჩვენი შეკრებები და ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ერისული უდიდესი დაწესების აიღება ხმალადების და უდაბნოში. ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოძრაობამ განსაკუთრებული მასშტაბი 1989 წლის აპრილში შეიძინა, როდესაც საბჭოთა იმპერიამ მათი მარიონეტების ხელით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო პოლიტიკური აგრესიისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყო. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რადგან ჩვენი მომავალი გზა, ჩვენი მომავალი მიზანი არის სწორედ ის თავისუფლება, რომელიც ანდერძად გადმოსცეს ჩვენმა დიდმა ქართველებმა. არასდროს არ ყოფილა საქართველოს ესეთი ერთიანი, მკითხე, მთლიანი, ლამაზი და ესეთი უძლეველი. თუ ჩვენ ერთად ვიქენით, არ არსებობს ტანკი, არ არსებობს იარაღი, არ არსებობს სამხედრო ავიაცია, რომელმაც შეძლოს
ქართველი ერის უდესი ნებისყოფის გადახვა და საქართველოს დამარცხება. საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა დემონსტრანტების დაშინების მიზნით ქალაქის ქუჩებში მძიმე ტექნიკა გამოიყვანა. დემონსტრაციას რუსულმა საბრძოლო ვერტმფრენებმაც გადაუფრენა. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი Destination! ყველა უჩნდებით და როგორც ვიყავით შეგახმებული პლანგებს ვიკავებენ გასები არავით არის სიკვდილი კონტაქტი არავით არის კვირილი ყველაფერი წყნარა შვიდად კეთდება ზადი ხარი ყოველ წუთს შეიძლება საჭირო გახდეს ამდენი სისხლში მოყვანა Чевечехет სამხედროებს და თვითონ ესე მითხრა, ну что, сука, свободу захотела და სამჯერ გადამართა და უკვე მოხდა კეფაში. Не ввод войск осложнил обстановку, а осложнение обстановки вызвало ввод войск. Мы делали все, чтобы не допустить жертв.
9 აპრილის აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტიურად ქალაქის სამხედრო ოკუპაცია მოახდინა და შემდგომი რეპრესიული ზომების გატარებას სცადა. თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეთა პროტესტი კიდევ უფრო მყარი გახდა, რამაც საბჭოთა რეჟიმს უკან დახევა აიძულა. საბჭოთა რუსული რეჟიმი ფორმალურად ხელისუფლებაში რჩებოდა, თუმცა მორალურად დამარცხებული იყო. 1990 წლის ოქტომბერში ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში საოკუპაციო რუსულმა კომუნისტურმა პარტიამ სასტიკი მარცხი იწმინდა. ეს იყო ჭეშმარიტად მრავალპარტიული დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული საერთო არჩევნები ერის მთელი ჩვენი მოსახლეობის ნების გამომხატველი. გაიმარჯვა მრგვალმა მაგიდამ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. რაც ჩვენ ვიტირებთ საქართველოში ამ დღეებში, ეს იყო ნამდვილად ელის უკიდესია. მერცქანი საქართველო, გაუმარჯოს იმპერიის დამხობას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში ახლად არჩეულმა ეროვნულმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დანიშნა. 1991 წლის 31 მარტს რესპუბლიკის მოსახლეობა დილიდანვე საარჩევნო უბნებისაკენ მიეშურება. სარეფერენდუმოდ გამოტანილია შეკითხვა: თანახმახარ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძვლად. მე ვარ დაბადებული სოფელში, ხრასში. ხრას კრამეთში გიეცი ხმა საქართველოს. ხარ საქართველოს თავისუფლება. 91 წელს ვარ და ირან მეორე ჯერ ვაგზავ ხმას საქართველოს. თავისუფალი საქართველოს. Я по национальным терминам Погасян мигрант. Живу в селе Авишублева Сухумского района. Сегодня голосую я за свободную республику Грузия. საქართველოში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,19%-მა. კენჭისყრაში 90,19%-მა, 47,17%. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 99,8%-მა. მიზანს შეტანილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით სოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აქტი. ამებულთა სულები დაგწქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, გამეთო აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მარტოვი ჯექის ახში ვტიროდი. გილოცავ ყველას ვილოცავ, ვინც ასეთი დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჯერ ბევრი გვაქვს აბზოლველი. რა თქმა უნდა, ბევრი, მაგრამ რა გვერის კაცმა არ იცის. შეიძლება ბევრი უბედურება, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი დღეა. მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც.
თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს ყველა მოისროფოდა საქართველოში. აი მსგავსი უნდა შევქმნათ შუა. კახელები ან თქვა იგივე მეგრელები ან გურულები განსაკუთრებით ამ ახალ დროს რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი საშინელ დღეში ჩავარდნენ. არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის რომ გაიხსნა საზღვრები. და ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ სხვები. და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ადგილობრივებს რომ სიამაყე აქვთ იმით რომ სტალინი ამავდროულად მოვლენილია როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ხალხს ნუ წაართმევთ და ზედმეტად ნუ გავაღიზიანებთ. У меня лично изменилось отношение к действующему грузинскому руководству. Но мы видим сигналы, которые подает новое грузинское руководство. საქართველო არ შეიძლება იყოს მტერი რუსეთის. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტერი. არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. ეს არ არის თანხმედრაში русეთის стратегиასთან. План был подготовлен генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года он был мной утвержден, согласован. Более того, в рамках этого плана проводилась и подготовка юго-осетинских ополченцев. Не было бы никакой проблемы Армении, если бы в 2008 году мы не остановились. Вот мы бы решили проблему Грузии в 2008 году, у нас была бы сухопутная граница в Армению, и в Армении была бы совсем другая жизнь. Здесь нужно было оккупировать всю Грузию, всю армию расформировать, всех офицеров грузинских арестовать, вывести в Россию. Танки на Тбилиси! Единственная формула нашей победы! Значит, будущего у Грузии нет. Она будет разделена между Турцией, Арменией, Осетией, Абхазией. Останется Хачапури и Харчо. ჩვენ რუსეთს რომ მოვთხოვოთ ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორედ Они как бомж на Кавказе. Их убивали персы, турки. И они от отчаяния обратились за помощью к русскому царю. Никакой Грузии не было, это была Тифлисская губерния. Никакой Грузии! Тифлисская губерния и Кутаисская. Наша победа будет полной оккупацией Грузии. დღე-დღე ვოცნებობ რომ როგორმე ჩვენი ნდობა და ჩვენი ძმობა აღბადგინოთ 2008 წელს ოსებთან და აფხაზებთან გაბმული ხალხთა შორის ჯობის ჯერ კიდევ სუსტი ძაფები გარე დავალებების შესაბამისად უხეშად გაწყვიტეს. სწორედ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი აგენტურის მოღალატურმა პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წლის ომში საქართველოს ჩართვა. მათი უცხოელი პატრონების დახმარებით ისინი გზად არიან 2008 წლის ღალატის მსგავსად ქვეყანა ომში ჩაითრიონ და კიდევ ერთხელ დაატრიალონ ტრაგედია. ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენ აუცილებლად გამოვზაბდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. Нынешнее грузинское руководство просто честно оценивает прошлое. Они так и сказали, что мы хотим примирения исторического. В каком виде, в какой форме это примирение может произойти, это решать самим странам и Абхазии, и Южной Осетии. Мы, в случае заинтересованности сторон, будем готовы помогать. ლავროვის განცხადება არის ისა ჩვენ გვინდა აუცილებლად ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეგეთი უმარე და ზედმეტი ხმაურის გარეშე მივდივართ იქით სადაც უნდა წავიდეთ ხო არ მალავთ რაიმეს ვამბობთ რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა ქვეყანაში გვინდა შევამციროთ ევროპული გავლენა უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება არა ჩვენ ვართ რუსეთუმები მე ვარ რუსი როცა რუს მეძახია მე ვერ ხვდები რატო არის ჩვენთვის დამამცირებელი ის ევროკავშირის მომავალი არ აქვს ამიტომ ეს დოქტრინები და ეს ჩანაწერები საკონსტიტუციო რომ ჩვენ ევროკავშირი იქ სადაც სიბნელია და რასაც მომავალი არ აქვს იქით გზა არ არსებობს მე არ მინდა იმ კორუფციულ გაერთიანებაში რომელთაც შეიძლება ევროკავშირი იქცეს ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს. ასეთი გადაწყვეტილება მე პირდაპირ ვიტყვი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. იყო საბჭოთა კავშირი, ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ხო? ეს ახლა დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ. არაფერ განსხვავდება საბჭოთა კავშირიდან. ოლივე მოახერხებულის გათვალისწინებით დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
the tree. They strung up a man, they say who murdered 3. Strange things did happen here, and stranger would it be if we met at midnight in the hanging tree. Are you coming to the tree where dead man called out for his love to flee? Strange things did happen here, no stranger. Hrabrii სამებულთა სულები დაგვწმენიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამაც აღსრულდება მათი, აღსრულდება ქართველი ერისა, საომარჯო დამოუკიდებელ საქართველოს. ვერავის ვერ შეაშინებთ. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ქართველი ხალხი არ დაიჭოფებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე.